მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. Როგორც იქნა დღეს ჩავწერ თქვენთვის ახალ საინტერესო გაშლას. აქამდე ვერ მოვახერხეთ გარკვეული მიზეზების გამო, თან ეს არც ისე მარტივია, მაგრამ მიხარია რომ დავბრუნდი და ასევე უკვე ვართ 5000 და მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ისმენს გაშლებს, უყურებს, ალაიქებს განსაკუთრებით, აკომენტარებს, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ჩემი არხის განვითარებაში და გაზრდაში. ხო, მადლობა ყველას და ამიტომ იქიდან გამომდინარე რომ უკვე გავიზარდეთ და ბევრი ვართ და კიდევ უფრო ბევრი ვიქნებით, მინდა გაგიკეთოთ პატარა საჩუქარი ჩემს გამომწერებს. ესე იგი, რაში მდგომარეობს საჩუქარი? საჩუქარი არის იმაში, რომ ამ გაშლის ვიდეოს კომენტარებში, ხო, ამ გაშლის კომენტარებში, ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ თემა, რაზეც ისურვებდით რომ გააკეთოთ გაშლა, ხო? თქვენთვის ინდივიდუალურად აი ამ საკითხზე გინდათ გაშლის გაკეთება, ხო? რა თემა იქნება ეს? რა საკითხი იქნება ეს? დამიწერეთ თქვენი სხვადასხვა შემოთავაზებები და მე ავირჩევ იმ ადამიანს, ვისი თემაც მომეწონება, ვისკენაც ასე რომ ვთქვათ, ჩემი ინტუიცია მიმიყვანს. კაი, იყოს ეს სიტყვა, ხო? და ამ ადამიანს ვაჩუქებ ჩემთან უფასო ტარო სესიის გაშლას, ხო? უფასო ტარო სესიას, ასე რომ ვთქვათ. ასე რომ წარმატებები ყველას, აუცილებლად აქტიურად არ დაგავიწყდეთ, გამოიყენეთ ეს შანსი, შესაძლოა ზუსტად თქვენ იყოთ ის, ვინც გაიმარჯვებს და გჭირდებოდეთ ძალიან ეს გაშლა, ხო? ასე რომ ჩემგან თქვენ საჩუქარი და ასევე ეს გაშლაც. დავიწყოთ, ესე იგი, დღევანდელი გაშლა ეძღვნება საკითხს, რომ ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება. ვისი აზრებიც, გრძნობებიც, განზრახვები თქვენს მიმართ გაინტერესებთ, ხო? თუ რა ნაბიჯებს გადადგამს, ან რას ფიქრობთ თქვენს მიმართ, ხო? და გაინტერესებთ ამის მოსმენა და მეტ-ნაკლებად ეხლა ზუსტად ბუნებრივია ვერ გავიგებთ ვერაფერს, რადგან ძალიან საჭირო ზოგადია, მაგრამ მაინც რაღაც მომენტები და ასპექტები აქ გამოიკვეთება, ხო და ენერგიულად გავიგებთ. უფრო მეტი დეტალური ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, სასურველია ინდივიდუალური ტარო სესიის ჩატარება და ბუნებრივია ეს არის რაც დღეს იქნება მხოლოდ საჯარო და ზოგადი ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მაინც საინტერესო იქნება და რატომ ეს თემა და იმიტომ რომ ძალიან ბევრს აინტერესებს, აი რას ფიქრობს, ეჭვიანობს თუ არა ჩემზე, დაბრუნდება თუ არა, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი და გადავწყვიტე აი ეს თემები ერთიანად რაღაც შემიკრიბა, აი ასეთ საკითხში თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა განზრახვა აქვს, რას მოიმოქმედებს, ხო? და ეს რაღაც ერთიანად ყველაფერი იქნებოდა. დღეს გვექნება ერთი პოზიცია, ერთი საჯარო პოზიცია, ასე რომ ხო, იმედია საინტერესო გაშლა გვექნება და მიიღებთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ. კარგი, დავიწყოთ და დავიწყებთ ჩვენ იმითი, თუ აი რა ხდება ახლა თქვენ შორის. მაგრამ სანამ ამას დავიწყებ, მანამდე მინდა რომ ფოკუსირდეთ იმ პიროვნებაზე, ვისაც გინდათ აი ამ გაშლის გაკეთება და მოსმენა, ხო? ფოკუსირდით მასზე, იმ კონკრეტულ ადამიანზე. ფოკუსირდით მასზე. წარმოიდგინეთ ის ადამიანი, შეიგრძენთ მისი ენერგია, ხო? შეგიძლიათ მისი სახელით წარმოთქვათ. ან უბრალოდ მასზე ფოკუსირდეთ. კონცენტრირდით მასზე. შეგიძლიათ ასევე ეს ვიდეო დააპაუზოთ, კონცენტრირდეთ, შემდეგ ჩართოთ ისევ. და მე დავიწყებ, ხო? ხო, ახლა გავაკეთებ უკვე სიგნიფიკაციას. კარგი. ჯერ ვნახოთ ამ პიროვნების სიგნიფიკაცია, ხო, უმრავლესობა ახლა მამაკაც ჩაიფიქრებს, მეფიქრებს და ჩაიფიქრებს. ასე რომ კარგი, ვნახოთ ამ მამაკაცის უმრავლესობამ, ხო? ბუნებრივია შესაძლოა ვიღაცა მამაკაცი არ ჩაიფიქრა,
ანალოგიურად იქნება ინფორმაცია მოარგეთ იმ გენდერზე და იმ სიტუაციაზე, ვინც ჩაიფიქრეთ. სიგნიფიკაცია იმ პიროვნების ვინც ახლა თქვენ სიგნიფიკაცია საინტერესოა. აი, აქ უფრო მეტად ისეთი სიგნიფიკაციაა, რომ აი მე მაინც უფრო გრძნობ აქ ისეთ სიგნიფიკაციას, რომ ადამიანს შესაძლოა ეკომფორტულებოდეს, როდესაც აქ გეგმა. როდესაც აქ გეგმა რა გააკეთოს, რა მოიმოქმედოს, ხო? შესაძლოა იყოს აქ სპონტანურობის ასპექტი და მოწონდეს, მაგრამ აი მაინც მოწონს, როდესაც მის კონტროლის ქვეშ არის მისი ყოველდღიური ცხოვრება. აქ უფრო მეტად არა, კონტროლის ქვეშა კი. აი, უფრო მეტად მოწონს კონტროლი, მაგრამ კონტროლი რა კუთხით ახლა, ხო, რა სიგნიფიკაცია არის აქ? აი, ვიცი რა იქნება ხვალ, ან ვიცი მე რას მოვიმოქმედებ, ან ვიცი რას გავაკეთებ. ხო, უფრო ისეთი მომენტი, სადაც მე მაქვს რაღაც ჩემი რუტინა, ან რაღაც ჩემი შეხედულება, ან რაღაც ჩემი გეგმა და მე აი ამას მივყვები. ხო, არ გადმოვუხვევ, არამედ მე მინდა ასე და ნელ-ნელა პატარა ნაბიჯებით მე ამას გავაკეთებ, ხო? ამ ადამიანს შესაძლოა უჭირდეს კარდინალური ცვლილებები, კარდინალური დიდი ნაბიჯები, კარდინალური რაღაც მასშტაბური ნაბიჯები და გადაწყვეტილებები და უცებ ახალ პროექტებში გადავარდნა, გადახტომა. აი, ასეთი მომენტები ამ ადამიანისთვის რთულია, რადგანაც სჭირდება დრო, რომ რაღაცეები მიიღოს, რაღაცებზე დაფიქრდეს, შეისწავლოს, თავის რუტინაში იყოს, გადახარშოს და მხოლოდ მერე უკვე რაღაც მოიმოქმედოს. ხო, აქ არ არის ესეთი პიროვნება, რომელიც ეგრევე რაღაცაში ჩახდება, გადახტება, კი, რა თქმა უნდა, ადგება და უცებ რაღაცებს დაატრიალებს. არა, ამ ადამიანს სჭირდება დრო. აი, დრო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დრო, დაკვირვება და აი მისი სივრცე და მისი კომფორტული ზონა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და იმ კომფორტულ ზონაში უნდა იყოს და იმ კომფორტულ ზონიდან უნდა მოახდინოს რაღაც სხვადასხვა სახის დაკვირვებები და გადაწყვეტილებები და მხოლოდ მერე თუ გადაწყვეტს თუ არა, ხო? უფრო მეტად აი რაღაც ასეთი პერსონაჟი არის აქ, ვინც ჩაიფიქრეთ, ხო? ბუნებრივია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს მხოლოდ საჯარო გაშლა და რაღაცები შესაძლოა არ დაემთხვეს და გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ზოგადია ეს. თუმცა ხშირად ბევრი გამომწერი წერს, რომ აი ზუსტად რეზონირებს და ძალიან ემთხვევა, ხო? კარგი, მისი სიგნიფიკაცია გასაგებია. მოდით ახლა ვნახოთ თქვენი სიგნიფიკაცია. აი ამ ცხოვრების ეტაპზე თქვენი სიგნიფიკაცია. რა არის თქვენი სიგნიფიკაცია? ხო? თქვენი სიგნიფიკაცია. თქვენ აქ რა მამაკაცურ ენერგიებში ხართ აქ თქვენ? ეს თქვენ ხართ ასეთ მამაკაცო? არა, თქვენ ხართ აქ რაღაც ისეთ მამაკაცურ მასკულინურ ენერგიებში აქ. შესაძლოა ახლა ბევრი არის ისეთიც, ხო, თვითონ მამაკაცი მაგალითად და უყურებდეს და აინტერესებდეს ახლა ვინმე სხვა ადამიანზე, ხო? ესეც შესაძლოა ვიღაცასთან აი პირდაპირ ამოვიდა ეს ენერგია. ვიღაცა შესაძლოა არც საერთოდ გენდერი არ იყოს თქვენი, მაგრამ აი ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენში უფრო ჭარბია მასკულინური მამაკაცური ენერგიები, ხო? ძალიან საინტერესოა. აქ არის რა აქციული? თორივე. აი თქვენი სიგნიფიკაცია ახლა საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც ურთიერთგამომრიცხავე თითქოს ისეთ სიგნიფიკაციაში ხართ, რომ აი მე ჩემ რუტინიდან არ გამოვდივარ და არ გამოვალ, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდ ტრანსფორმაციებში და ცვლილებებში ხართ და აი ის, რასაც ეპოტინებით და ებღაუჭებით, რომ არ შეიცვალოს ან არ წავიდეს, მაინც იცვლება და თქვენ ამას ხედავთ, მაგრამ ვერაფერს ვერ შვებით, ხო?
შესაძლოა ეს იწვევდეს რაღაც ღელვას, შფოთვასაც, ნერვიულობასაც, ან გიჩენდეთ ისეთ განცდას, რომ აი გამოუვალი მდგომარეობაა და არ ვიცი როგორ ვიმოქმედო და ჯიუტად მაინც ჩემსაზე ვიდგე და ჩემს შეხედულებებზე ვიდგე, ან ეს ასე მინდა და ეს ასე მინდა. და ვხედავ, რომ ეს ასე ვერ არის ამ ეტაპზე და შესაძლოა მომიწევს რაღაც ადაპტირება, ან ცოტა გეგმის შეცვლა, ან ცოტა უფრო მოქნილი რომ ვიყო, მაგრამ მე მაინც ვეწინააღმდეგები, ხო? რაღაცა ეს მომენტი იგრძნობა აქ. კიდევ თქვენი ენერგიები, ახლა როგორ ენერგიებში ხართ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. არც ისე ლაღ ენერგიებში ვართ, აქ ბევრ რაღაცას ათრევთ თქვენს მხრებზე, აი ათრევთ პირდაპირ მინდა გაქვთ თქვენს მხრებზე და ეს ყველაფერი რთულია და მომენტში აქ ვიღაცამ შესაძლოა ისიც თქვას, რომ მენატრება, როდესაც აი უბრალოდ რელაქსში ვარ, ხო? ვიღაცამ შესაძლოა ისიც თქვას, რომ მენატრება, როდესაც უბრალოდ არაფერს არ ვაკეთებ და აი შინაგანად არ მაქვს ეს დაძაბულობის, დაჭიმულობის განცდა, სადაც მე უბრალოდ შინაგანად რელაქსურად ვარ, ხო? მიუხედავად იმისა, შესაძლოა ბევრი საქმეები მქონდეს, მაგრამ შინაგანად რელაქსში ვარ. აი ეს ენატრება ბევრს თქვენთაგანს ახლა ამ მომენტში. პლუს არის ბევრი ფიქრები, ბევრი შფოთვა, აი ამას როგორ გავუმკლავდე, ამას ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, აქ ვინც ისმენთ და ყველაფერს ხშირ შემთხვევაში თქვენით უმკლავდებით. სხვა ადამიანების დახმარების გარეშე. შესაძლოა აქ თქვენში იყოს ძალიან ძლიერად აი გამჭდელი, რომ მე თვითონ, მე გავაკეთებ, მე ვიზამ, მე გავუმკლავდები და იმ დონემდე თქვენ თვითონ, რომ თქვენც კი დაიხალეთ ამით და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ კი, ჩვენ შეგვიძლია ბევრ რაღაც ჩვენით გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სულ შეგვიძლია მიუმართოთ ვინმეს, ვინც ამ გზაზე თან ჩვენს გვერდით იქნება და გავუზიაროთ მას რაღაც პატარა წილადი სიმძიმე მაინც, ხო? რაც დაგვეხმარება და შეგვიმსუბუქებს ჩვენს გზას. ასევე შესაძლოა არ იყოს უკვე საჭირო ამდენ რამესთან გამკლავება, შესაძლოა არის რაღაც თქვენში ან თქვენს ცხოვრებაში, რაც იკავებს ადგილს და რაც უკვე საჭირო აღარ არის. და არც ამაზე ფიქრი აღარ წარმოადგენს საჭიროებას, ხო? ეს უკვე თქვენ თვითონ დაუსვით თქვენ თავს კითხვა, რა არის ის, რაც რეალურად მე უკვე აღარ მემსახურება და აღარ მჭირდება და მე ამაზე მაინც ვფიქრობ, ან ამას მე მაინც დავათრევ ჩემს მხრებზე, ან ვატარებ ჩემში. ხო? აი ესეთია თქვენი სიგნიფიკაცია ამ ეტაპზე. ისინი ასე ავწიოთ და ახლა უკვე ვნახოთ თქვენი და ამ ადამიანის სიგნიფიკაცია, ხო, თქვენი ურთიერთობის ენერგიული სიგნიფიკაცია ამ ეტაპზე თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობის სიგნიფიკაცია ახლა ამ ცხოვრების ეტაპზე, ხო, რა ხდება აქ? ორი. ცვლილებები ხდება. თქვენთან ახლა ხდება ცვლილება, თითქოს აი გადაწყვეტილების მიღება. აი აქ თქვენთან რაღაც გადაწყვეტილების მიღება. ან გადაწყვეტილება უკვე მოხდა და მიიღეთ, ხო, რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა თქვენ შორის, ან ახლა ხართ ამ ფაზაში. სადაც იღებთ გადაწყვეტილებას. თან ორივე, მარტო ერთი ადამიანი არა, აქ იღებენ ორი ადამიანი იღებს აქ გადაწყვეტილებას, რას ვაკეთებთ? ამას ვირჩევთ თუ ამას ვირჩევთ, ხო? თითოეული თქვენგანი ირჩევს. თქვენ ირჩევთ, ის ირჩევს. რა, როგორ, რანაირად, ხო? აი, რაღაც კულმინაციის მომენტი, ეტაპი, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შესაძლოა აქ რადგანაც საჯარო გაშლა დროში იყოს სხვაობა. შესაძლოა ვიღაცასთან ეს უკვე მოხდა. აი, ან ახალი მომხდარი, ან უბრალოდ მოხდა და ვიღაცა აი ახლა იმყოფება ამ ეტაპში, ასე რომ აქ უფრო მეტად აი ასეთი ის არის. კიდევ მოგვიყევით, კიდევ გვაჩვენეთ აი თქვენ შორის რა ენერგიული სიგნიფიკაცია ახლა. არის აქ სევდის მომენტიც. შესაძლოა აქ აი ეს მამაკაცი შესაძლოა აქ დაიხურა თავის გრძნობებში, თავის ემოციებში, ან ისეთი არჩევანი გააკეთა, სადაც აირჩია საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება, ხო? ან არ უნდოდა რაღაც ვალდებულებების არჩევა და გააკეთა არჩევანი საკუთარ თავზე ფიქრიდან გამომდინარე. რაღაც ასეთი, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ. ნუ, დრო არის ეს აქ. ამასთან დაკავშირებით თქვენ
შესაძლოა გრძნობდეთ, ამიტომ აი სევდას რო აი ამ ადამიანმა ეს არჩევანი გაკეთდა. კი. შესაძლოა და თასების მეფეა ესეც single dad ქვია უბრალოდ ამ დასტაში და აქაც თასების მეფე, ხო? აქ ამ პიროვნებამ იმ მეორე ადამიანმა, ვინც აქ ჩაიფიქრეთ, დიდი ალბათობით აირჩია აი თავისი ფორმატები რა. ისეთი ფორმატები, სადაც არ არის დატვირთული, სადაც არ არის ვალდებული რაღაცეები აკეთოს ვიღაცის გამო. არ უნდა ეს პასუხისგებლობა შესაძლოა პასუხისგებლობა და ასევე შესაძლოა იყო ურთიერთობა დისტანციაზე, ხო? ესეც შესაძლოა იყოს, რომ რაღაც ისეთი ფაქტორები იყო თქვენს ურთიერთობაში, რაც მისთვის რთული იყო გასამკლავებლად და შე შემთხვევაში დისტანცია ძალიან რთულია. ნუ მარტო ეს შესაძლოა არ იყოს აქ და კიდე რაღაც სხვა ასპექტებიც იყოს, მაგრამ ხო. კარგი. გასაგებია. ამაზე მეტი დრო აღარ დავხარჯოთ, გადავიდეთ ახლა უკვე უშუალოდ და პირდაპირ ამ პიროვნებაზე. ასე დავდოთ რაღაცნაირად, რა შეგვეშალოს ხელი. კარგი. აბა ნახოთ ახლა ეს პიროვნება აქ თქვენ ვინც ჩაიფიქრეთ. როგორ ენერგიებში იმყოფება ახლა ეს პიროვნება? როგორ ენერგიებში იმყოფება? მისი ფიქრები თქვენს მიმართ მისი ფიქრები და თქვენს სიტუაციასთან დაკავშირებით მისი ფიქრები, ხო, რაც თქვენ შორის არის. მისი ნამდვილი გრძნობები თქვენს მიმართ. და განზრახვები. აი განზრახვები იმდენად, განზრახვები თქვენს მიმართ, რა განზრახვები აქვს სინამდვილეში თქვენს მიმართ. 10-იანი თასები. აქ აშკარად ისეთი გულწრფელი სუფთა სიყვარული. ნახოთ, ხო? ესე იგი, როგორ ენერგიებში ახლა ეს ადამიანი? ფიქრობს. აქ ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს და ფიქრობს ვიღაც პენტაკლების დედოფალზე. ფიქრობს. სულ ფიქრობს, ესეც კი შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ აქ აშკარად არის ფიქრი, არის გეგმა. კარგი, ასე ვნახოთ. აი ზუსტად ამ ენერგიებში ზის და ფიქრობს. ფიქრობს. შესაძლოა აქ იყოს გეგმების მომენტიც, ხო, რაღაც გეგმებს აწყობდეს. ხო. ხა მე უფრო მეტად ჩავეკითხები და დავსვამ უფრო მეტ კითხვას აქ. კარგი, ესე იგი, აქ როგორ ენერგიებში ეს ადამიანი და ფიქრობს თქვენზე, ზუსტადაც. თქვენს მიმართ გრძნობებზე, თქვენთან კომუნიკაციაზე, თქვენზე და მესამე უმაღლესი არკანი უკვე სხვა დასტიდან, ხო? ორი უმაღლესი არკანი გვაქვს აქ და აქ მესამე. ზუსტადაც აქ ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი და ეს მის ენერგიაშიც იგრძნობა, იმიტომ რომ აქ თქვენზე არის ფოკუსი. ამ ადამიანს თქვენზე აქვს ფოკუსი. ფიქრობს თქვენზე, მისი გრძნობები თქვენს მიმართ არის მომართული და თქვენ ხართ მის ენერგოსივრცეში, ასე რომ ვთქვათ და ძალიან სტაბილურად ხართ, იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ამოხვედით მისთვის. ქალი, რომელიც მის აზრებში და გრძნობებში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს და სულ მასზე ფიქრობს. თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი ადამიანი და ქალი ძალიან, ხო? ვნახოთ ახლა მისი ფიქრები თქვენს მიმართ და თქვენს სიტუაციასთან დაკავშირებით. ოკეი, მისი ფიქრები. აი, აქ ცოტა არეულია ეს ფიქრები და რთულია რომ გამოვარკვიო რა. კიდევ მისი ფიქრები ნამდვილი. აქ, ესე იგი, აქ მისი ფიქრები უნდა რომ იმოქმედოს. აქ, აი, როგორი შეგრძნება მაქვს, იცით, თითქოს აი უნდა რომ ეს სიტუაცია, რაც თქვენ შორის ახლა ხდება, რომ აიყვანოს საკუთარ ხელში, ასე რომ ვთქვათ, ხო, მართოს ეს სიტუაცია. მას აქვს სურვილი, რომ მართოს ეს სიტუაცია და წარმართოს იმ გზით, რაც მას მიაჩნია, ასე რომ ვთქვათ, სწორი ან უნდა რომ იყოს ასე მაგალითად, ხო? და უნდა ამის გაკეთება, უნდა რომ იმოქმედოს თქვენს მიმართ. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ემოციებიც არის, ასევე ისიც უნდა რომ თავისი გრძნობები და ემოციები მართოს. მაგრამ აქ უნდა რომ თქვენს მიმართ გამოჩნდეს და იმოქმედოს. უბრალოდ აქ მაინც ფიქრის მომენტია. უბრალოდ აქ შესაძლოა ბოლომდე მაინც არ იყოს დარწმუნებული. აქ შენ გინდა მის მიმართ იმოქმედო, მაგრამ ბოლომდე ხო,
მაგრამ სიკვდილის არკანი. შესაძლოა უნდოდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენი ფორმატი შეიცვალა, თქვენი ურთიერთობა შეიცვალა, რაღაც გარდამტეხი მოხდა თქვენს ურთიერთობაში და ისე როგორც აქამდე უკვე ვერ იქნება. და არ იქნება და აი ეს აქ ხო და აი ეს აფერხებს. შესაძლოა ვიღაცები უკვე აღარ ესაუბრებიან ერთმანეთს, ან გაცივდა თქვენი ურთიერთობა, ან აღარ არის კომუნიკაცია თქვენ შორის, ხო და აქედან გამომდინარე, რომ მისთვის უფრო რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ უნდა თქვენთან გამოჩენა, კი, აქ ისიც არის, რომ ხშირად ფიქრობთ თქვენზე, იხსენებს იმ დროს, რაც ერთად გაატარეთ. ანუ აქ ძალიან აშკარა კარტია, რომც არ გესმოდეთ დიდად ბევრი რამ ტაროში, აქ რო შეხედავთ ამ კარტს, თქვენ თვითონაც იგრძნობთ, ხო? მაინც ბევრ ამას ფიქრობს, უბრუნდება სულ წარსულს თქვენთან დაკავშირებით და სურს ამ მომენტების დაბრუნება, კი, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი თქვენ შორის შეიცვალა, უჭერს, რომ აი ადგეს და იმოქმედოს და აქ შენ უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე კი, აი აქ ძალიან ბევრს ფიქრობს. იმიტომ რომ აქ ამ ადამიანს თქვენს მიმართ ნამდვილი სიღრმისეული გრძნობები. სიყვარულიც კი, შეგვიძლია ვთქვათ, ხო, 10-იანი თასების მიხედვით. აქვს ეგ ყველაფერი. ვნახოთ, აი ახლა ვნახოთ, მისი ნამდვილი გრძნობები თქვენს მიმართ. მას აქვს გრძნობები თქვენს მიმართ და თქვენ ამოხვედით ასევე თასების დედოფალი. ესე იგი, ნახეთ, თქვენ მისთვის ხართ პენტაკლების დედოფალიც და თასების დედოფალიც. ანუ ამ ორ ქალის არქეტიპში გიყურებთ თქვენ ეს პიროვნება. თქვენ მისთვის ხართ აი ეს. ესე იგი, აქ ნამდვილი გრძნობები აქ ვნებაც აქვს თქვენს მიმართ. სიღრმისეული სიყვარული, ემოციები, ეს ყველაფერი აქამდეც გამოჩნდა პრინციპში, ხო? მაგრამ აქ არის კონტროლი. მისი ემოციების თქვენს მიმართ. აქ შენ ცდილობ, რომ ეს ემოციები აკონტროლო. ხო, აკონტროლოს, თუმცა ვნება ძალიან დიდია და ლტოლვა და ინტერესი თქვენს მიმართ. ძალიან დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ყველაფერს აი ასე შეებრძოლოს. და რატო ებრძოლებენ ყველაფერს? იმიტომ რომ განდეგილი. იმიტომ რომ შენ გეშინია თუ იმიტომ რომ სიტუაცია შეიცვალა. იმიტომ რომ მას ეშინია. გეშინია რისი? განვითარების, ურთიერთობის განვითარების, რომ აი ურთიერთობა ვერ წავიდეს იმ გზით, რაც მას სურს, ან ვერ წავიდეს ისე, როგორც სტაბილური და საჭირო იქნება. გრძნობების ეშინია. სიღრმისეული გრძნობების ეშინია, რასაც განიცდის თქვენს მიმართ. და ამიტომ გარბის ან ეძებს გზებს თუ როგორ აიცთინოს ეს გრძნობები, ან როგორ გამონახოს გზა თუ როგორ დააღწიოს ამ სიტუაციას თავი, ისე რომ არ გაებას ამ გრძნობებში და ვალდებულებებში. და ამიტომ აი თავის თავს რო ატყუებს ადამიანი, აი რაღაც ისეთ პოზიციებში, არადა ძალიან სიღრმისეული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, სერიოზული გრძნობები აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს, უბრალოდ ამ ადამიანს ამის ეშინია ძალიან. ძალიან ეშინია. კარგი. მოდით ახლა ჩვენ მაშინ გადავიდეთ მის განზრახვებზე. აბა ვნახოთ მისი ნამდვილი განზრახვები თქვენს მიმართ. რა განზრახვებია ახლა ეს? აი რა უნდა გავარკვიოთ? კარგი, რა განზრახვებია ეს? გაიმარჯვო, თქვენ უყურეთ. არა. აქ უფრო მეტად ეს რა? აქ უფრო მეტად განზრახვა ის არის, რომ თქვენთან დაამყარო კომუნიკაცია. თქვენთან აი თუ თქვენ რაღაცა დაგანახოთ ამ ადამიანმა, რომ თქვენ რაღაცა დაგიმტკიცოთ, ესე იგი შენ გინდა აქ დაუმტკიცო რაღაც, თუ დაანახო. დაანახო რა? რო ემოციები აქვს მას? ხო, აქ ამ ადამიანს უნდა რომ დაგანახოთ, რომ აი ჩვენ ერთმანეთს შევეფერებით, ან მე გრძნობები მაქვს შენს მიმართ, ან ემოციები მაქვს შენს მიმართ და ისიც უნდა რომ დაგანახოთ, რომ აი მე ყველაზე შესაფერისი ვარ შენთვის. ყველაზე მეტად ღირსეული ვარ. აი მე ვარ ის, ვინც საჭიროა შენთვის. მაგრამ ამავე დროულად გრძნობების ეშინია. კარგი, მაშინ ასე ვიკითხავ. რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა გსურს? აი ჩვენი მაყურებლის მიმართ.
რეალურად მას სურს ნაბიჯების გადადგმა, მას სურს გამოჩენა, შერიგება, ხო, ვინც მაგალითად აქ რაღაც კონფლიქტში იმყოფება, ან გაცებული აქვს ურთიერთობა, ან დისკონექტში ხართ, ხო? თქვენთან კომუნიკაცია, შერიგება და მზე, აი, აბსოლუტური ლაღი, სითბოთით, სიყვარულით და ყურადღებით სავსე ნაბიჯების გადადგმის სურვილი აქვს ამ ადამიანს და აქტიური თან, ხო? კი. ამის სურვილი აქვს. ანუ ამ ადამიანს უნდა თქვენთან და ეშმაკის არკანი. კი უნდა, მაგრამ აქ ისევ არის რაღაც ისეთი ფაქტორები, დამაბრკოლებელი ფაქტორები, ასე რომ ვთქვათ, ხო? უნდა, მაგრამ რაღაც გვაბრკოლებს. და ეს რაღაც არის მესმის რომ საჯარო გაშლა და ყველასთვის სხვადასხვა, მაგრამ მაინც აი რაღაც ისეთი სამკუთხედები, ოთხკუთხედები, ამ ურთიერთობების ფორმატი, დისტანცია, თუ შენი პირადი შიშები, თუ ყველაფერი ერთად. სამკუთხედები, ოთხკუთხედები, კი, ბევრისთვის შესაძლოა ეს იყოს სამკუთხედები, ოთხკუთხედები, თქვენ ის ადამიანი შესაძლოა იმყოფებოდეს უკვე დაოჯახებული, ან თქვენ იმყოფებოდეთ, ან ორივე, ხო? თქვენ ცალ-ცალკე ოჯახები და სამყაროები შესაძლოა გქონდეთ. ეს ერთი დისტანცია. ზოგი შესაძლოა იყოს, ვისაც დისტანცია აქვს, მაგრამ ეს პროცენტულობა აქ ცოტაა. მისი პირადი შიშები, კი, თუ ყველაფერი ერთად. და ვიღაცასთან შესაძლოა სამივე იყოს ერთად. ვიღაცასთან შესაძლოა სამკუთხედები, ოთხკუთხედები, ესეთი ურთიერთობის ფორმატიც იყოს, რაც ხელს უშლის ამ ადამიანს, პლუს იყოს დისტანცია და პლუს მისი პირადი შიშები, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა ეს სამივე ფორმა, ეს სამივე ასპექტი იყოს და ამიტომ ეშინოდეს. ვიღაცასთან ერთ-ერთი ამ ასპექტებიდან. მაგრამ აი მისი პირადი შიშები ყველაზე დიდია აქ, ხო? ყველაზე ესეთი დიდი პერსონალური კარტიც კი ამოგვივიდა, ხო? კვერთხების დედოფალი ეშინოდეს სერიოზული ურთიერთობების, ეშინოდეს სიღრმისეული ურთიერთობების და ამიტომ იყოს ვნებაზე. შესაძლოა დამოკიდებულიც კი იყოს თქვენს ენერგიაზე, თქვენზე ზოგადად, მაგრამ ამავე დროულად ეშინოდეს ამ სიტუაციის, ხო? და ეს აშინებდეს ზუსტადაც მას. კარგი. რა გინდა მაშინ შენ ჩვენი მაყურებლიდან, ჩვენი გოგოდან, ასე რომ ვთქვათ, ხო, არ მიწყინოთ, ვინც გოგო არ ახართ და არ იდენტიფიცირებთ საკუთარ თავს ამ გენდერთან, შესაძლოა მამაკაცებიც იყვნენ აქ და ბევრი მამაკაციც უყურებს კიდეც ჩემ გაშლებს, ხო, მაგრამ გამიგეთ, ხო, რასაც გულისხმობ, აქ უბრალოდ რომ რაღაც რამე ერთზე ფოკუსირდე, ამიტომ ვიყენებ ხოლმე მსგავს სახეს სიტყვებს. ჩვენს მაყურებელს ვიტყვი, ხო, რა გინდა ჩვენი მაყურებლიდან სინამდვილეში შენ? აი რა გინდა სინამდვილეში ჩვენი მაყურებლიდან? შერიგება. ერთად ეს რა არის? ეს გინდა შერიგება მასთან? ხო. უნდა თქვენთან ერთად რაღაც სხვა საფეხურზე გინდა, ხო, უნდა ურთიერთობის სტაბილურ ფორმატში გადაყვანა, სხვა საფეხურზე, ან სტაბილური კომუნიკაცია რო გქონდეს ისევ ამ ადამიანს თქვენთან. ანუ ის რაც ახლა არის ამ ჩვენს მაყურებელთან, ის გინდა რომ შეცვალო. კი. და ბევრისთვის ახლა არის სიჩუმე. ან ფარული ურთიერთობა, დაფარული, ხო, ქურმიქალი, ან დაფარული, ან მალული, ან არ არის საუბარი თქვენს შორის გრძნობების, აზრების გაცვლა-გამოცვლა არ არის საუბარი გრძნობებზე, არის გაურკვევლობა, ხო, ბევრი ფარული მომენტი, ასპექტია, ან ფორმატია გაურკვეველი, ეს ყველაფერი, ხო? და ეს არ უნდა მას, უნდა რომ ეს შეიცვალოს. ესე იგი შენ გინდა ჩვენს მაყურებელთან ყოფნა? კი. ჩეროთ, კი, აქვს ამის სურვილი და ეს ამოტივირებს კიდეც მას და ამისკენ მიუტვის კიდეც, კი, მას სურს ეს. აბა რა გიშლის ხელს მაშინ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს? ბევრისთვის დასრულდა აქ ურთიერთობა. ბევრისთვის აქ, დასრულდა შეგულისხმობ იმას, რომ ბევრმა შესაძლოა ამ ადამიანთან უკვე დაასრულა რაღაც სიტუაციები, ან საბოლოოდ აღარ მიცა მას შანსი. ან ურთიერთობას აღარ აძლევს შანსს რომ გავითარდეს და აი ეს უშლის ამ ადამიანს ხელს რომ რაღაც იმოქმედოს. და თუ მაგალითად ჩვენი მაყურებელი შანსს მოგცემს, შენ იმოქმედებ? კი.
გააჩნია რას აირჩევს. ანუ შანსი თუ მიეცა, აქ იფიქრებს და დიდი ალბათობით აირჩევს, მაგრამ ფიქრი, ისევ ფიქრი. რაღაცა ისეთი პიროვნება აქვს, ვისაც უყვარს ფიქრი ბევრი. ბევრი ფიქრი, კი, ბლების მეფე. კარგი, მაშინ ასე ვკითხოთ, რა პერსპექტივა გაქვთ თქვენ ამ ადამიანთან, ხო, სასიყვარულო ჭრილში? არის აქ პერსპექტივა განვითარების. თქვენი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა არის, თუ ორივე, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად ბოდიშის მოხდით, მაგრამ უნდა გამოვიყენო ეს სიტყვა, რა ვქნა, აი ეს სიტყვა მომდიცაც, აი ორივე თუ მოიხოდებით, კი, რა თქმა უნდა, პერსპექტივა ურთიერთობის განვითარების არაჩვეულებრივია, დინამიური, ენერგიული და კი, არის ამის პერსპექტივა. მაშინ აი ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის, ხო? თვითონ ეს ადამიანი ვით აი დამეპლუგა ენა, არ ვიცი, მაგრამ აი კითხვა მაქვს, მაგრამ არ ვიცი ქართულად სწორად ფორმულირება როგორ გავუკეთო და არ მეწყინოთ ეს სიტყვით. მე ვიკითხავ და მე აგიხსნით. თქვენ მისთვის ხართ, აი მე ვიტყოდი ადამიანი იდუმალება. ძალიან სიღრმისეული ადამიანი ხართ, ვინც მასში ძალიან ბევრ ემოციას აღვიძებს, აღვივებს და უფრო აი მისთვის ხართ ემოციებთან დაკავშირებული. ემოციებთან რა კუთხით? ის კი არა, რომ თქვენ ხართ ემოციურები. შესაძლოა თქვენ არ იყოთ ასეთი, ხო? მაგრამ აი თქვენთან ურთიერთობა მას უვიძებს ძალიან ბევრ გრძნობას. და ემოციები მისთვის ცოტა რთული საკითხია, იმიტომ რომ ამ ყოფს ეშინია, მაგრამ აი თქვენ ხართ მისთვის მთვარე. თქვენ ხართ მისთვის მთვარე და მთვარე რა არის, ხო? მთვარე არის რაღაც ისეთი იდუმალობით, სილამაზით მოცული, მაგრამ ამავე დროულად რაღაც ისეთი ობიექტი, რომელიც ჩვენ გვაფიქრებს, უფრო სიღრმისეულად გვახედებს საკუთარ თავში. ჩვენი შიშები ზემოთ ამოდის, ჩვენ ვიწყებთ იმის შეხედვას, რასაც მზის დროს ვერ ვუყურებთ, ვერ ვხედავთ. უფრო ფარულ ასპექტებს ვხედავთ, რაც დროა რომ დავინახოთ, ხო? სიღრმისეულად გხედავთ აქ ძალიან ეს ადამიანი და ემოციურად. კარგი, რას ეკტყოდი მაშინ ჩვენ მაყურებელს ახლა? ეს რა არის? ძალიან საინტერესო. აქ რა არის ეს, რომ ძალიან ძლიერი ემოციები აქვს თქვენს მიმართ. ეს ერთი, რომ ძალიან ძლიერი ემოციები აქვს თქვენს მიმართ. აქ საკმაოდ ჯიუტი ადამიანია ეს. აი აქ რაღაც ისეთი შეგრძნება მექნება, რომ ისეთი ადამიანია, ვინც შესაძლოა არ აღიაროს ბოლო წუთამდე, რომ აი კი შენ სწორი ხარ, ხო? აქ ეს მომენტი აქ აშკარად. კი, აი აქ უფრო იმას გეტყოდათ, რომ ენატრებით, გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ნუ აი ასეთია რა. აი ეს არის მისი გადაწყვეტილება. არ ვიცი. არ ვიცი, აი ძალიან ისეთი სიჯიუტე იგრძნობა აქვს. სიჯიუტე იგრძნობა აქვს. კარგი, მოდით მაშინ ვიკითხავ ახლა. რჩევა თქვენთვის. აი ამ სიტუაციაში, ამ ადამიანთან დაკავშირებით რჩევა თქვენთვის. აბსოლუტურ რელაქსში იყოთ. აბსოლუტურად იყოთ რელაქსში. აქ არსად არ არის ღელვა, ხო? აბსოლუტურად მიუშვით სიტუაცია. მიუშვით ეს სიტუაცია, თავისი დინებით წავიდეს ეს სიტუაცია. მაქსიმალურად ეცადეთ ფოკუსირდეთ საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებზე, საკუთარ ცხოვრებაზე და აი ახლა არის ჩვეულებრივი პერიოდი თქვენთვის, რომ აი ნებისმიერ ისეთი აქტივობა, რაც გამშვიდებთ, გარელაქსებთ, გტენით სიმშვიდით, ხო, აი ასეთი რაღაცები აკეთოთ, სადაც თქვენ შვიდად გრძნობთ თავს, ხო, ესეთი თერაპიული მომენტები, რაც გვამშვიდებს, გვავსებს, გვეხმარება, რომ რაღაცები მოირჩინოთ, აი უფრო სიმშვიდე, აუღელვებლობა და არსად ამ სამი კარტიდან არ არის პირდაპირ ქმედებაზე გადასვლა, ხო? აქ არ არის ისეთი დინამიკა და ისეთი ენერგიები, რომ თქვენ აი რაღაც იმოქმედოთ ან რაღაც. პირიქით, ენერგეტიკულად იყავით მშვიდად და ფსიქოლოგიურადაც რა თქმა უნდა, მშვიდად, მეტი რელაქსი, მეტი ისეთი აქტივობები, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტად მშვიდად იგრძნოთ თავი.
ასევე ძალიან კარგი ისიც იქნება, რომ აი რაღაც ისეთი ჰობი ნახოთ, ან ისეთი აქტივობა ალბათ, რაც არასტანდარტული შესაძლოა იყოს, მაგრამ ამავდროულად რაც თქვენ გაკლიათ და აგავსებთ და დაგეხმარებათ, რომ რაღაც სხვა რაკურსით დაინახოთ რაღაცეები თქვენს ცხოვრებაში და საკუთარ თავშიც. უფრო მეტად აქ არის რჩევა აი მეთვალყურეობა საკუთარ თავთან დაკავშირებით, ყურადღების მიქცევა შიგნით, ინტროსპექციულად და ბუნებრივია შემდეგ უკვე გარე სამყაროსთანაც დაკავშირებით, ხო? ძალიან საინტერესო გაშლა იყო, სიმართლე რომ ვთქვა, რაღაც ესე მთლიანი ტექსტივით გაიშალა ინფორმაცია აქ და ძალიან მომეწონა. გისურვებთ აქ აუცილებლად წარმატებებს თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანთან დაკავშირებით, აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში, ვისთან როგორ ვითარება რა სიტუაცია, რა მდგომარეობა, როგორ რეზონირებს და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი საჩუქარი, რომ ვისი შემოთავაზებული თემაც თუ რა საკითხზე გავაკეთოთ თუ რა საკითხზე ისურვებთ ტაროს გაშლის გაკეთებას, იმას ვაჩუქებ ჩემთან უფასო ტაროს სესია ზუსტად იმ თემაზე, რა თემითაც, ასე რომ ვთქვათ, გაიმარჯვებს ეს ადამიანი, ხო? ასე რომ გთხოვთ გულწრფელად, გულით, რაზეც გინდათ რომ გაკეთდეს გაშლა, ეს დამიწეროთ და შემდეგ უკვე მე ინტუიციურად ავირჩევ ადამიანს, ვისაც ვაჩუქებ ჩემთან ტაროს სესიას, ხო? ასე რომ ეს არის ჩემი საჩუქარი თქვენ ჩემს გამომწერებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას აქტიურობისთვის. აუცილებლად დატოვეთ უკავშირი, ვისაც გაქვთ ამის სურვილი, დალაიქეთ ეს გაშლა ენერგეტიკული ბალანსისთვის, ჩემს მიერ გაწეული ენერგიისთვის, თქვენთვის და თქვენს მხრიდან რომ დაბალანსდეს, ლაიქით შეგიძლიათ დაწეროთ და საკმარისი იქნება, ასევე ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერა ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, ვისაც რა თქმა უნდა მოგწონთ ჩემი გაშლები და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტაროს სესიებზე და ბედის მატრიცის სესიებზე და ასევე არის გამიქსულიც ბედის მატრიცის სესია პლუს ტაროს სესია და აი მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ ორივე ძალიან ისეთი ძლიერი ინსტრუმენტია და ორი ერთად მუშაობს ძალიან კარგად იმისთვის, რომ უფრო კარგად გავეცნოთ საკუთარ თავს. ეს არ არის რაღაც ჯადოქრობა, რა თქმა უნდა, ეს არის ინსტრუმენტი, რომ ჩვენ გავეცნოთ ჩვენს ენერგიებს და ჩვენს საკუთარ შინაგან სამყაროს და აღმოვაჩინოთ, სად შეგვიძლია მივმართოთ ეს ენერგია, ხო? რა მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ, სად არის რაღაც ისეთი, სად ვართ მინუსებში გადასული ენერგეტიკულად და ისეც ფიზიკურ სამყაროში, ჩვენ ცხოვრებაში და უფრო ვიცხოვროთ სრულყოფილად და ვიყოთ ამ მომენტში, ვიცხოვროთ, ვიყოთ და ვიყოთ ბედნიერად, შინაგანად, პირველ რიგში. წარმატებები ყველას და დროებით.